ბატონო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და პირველი კითხვა იქნება ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აინტერესებს ახალი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული გეგმა, მათთვის გასაგებია, რომ ურთიერთობების აღდგენა უნდა დაიწყოს და ეს საქართველოს მხრიდან პრიორიტეტი არის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა ვერ ხედავენ და არ ესმით იმ გეგმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების აღდგენის დაწყება და როდესაც ჩვენი მხრიდან ახალი ხელისუფლების მხრიდან საუბარია, რომ ეს უნდა დაიწყოს თვითონ ხალხებს შორის ურთიერთობებით, მათი მხრიდან ესეთი საპასუხო განცხადება არის, რომ ეს ურთიერთობები ყოველთვის იყო და არც გაფუჭებულა. რეალურად თუ ხედავთ გეგმას ან გაწერილ ნაბიჯებს, თქვათ, როგორი აქვს ეს ივანიშვილის მთავრობას და რამდენად შესრულდება რუსეთის მოთხოვნა გეგმასთან დაკავშირებით? რაც ეხება გეგმას, ჩვენი მხრიდან ფიქსირდება ღიად, რომ ჩვენ მაინც ერთგული რჩებით ჩვენი ევროატლანტიკური კურსის და ამავე დროს გვინდა ურთიერთობების ძალაგება რუსეთთან. ბუნებრივია ეს არა იოლი ამოცანა, ნამდვილად ერთდროულად ორივეს განხორციელება, ეს ბავშვს ესმის მე მგონი. თუმცა მოლაპარაკება რუსეთთან მაინც აუცილებელია და საჭიროა ყველა ვარიანტში მაინც. ამას ემატება კიდევ ის ფაქტორი, რომ რუსები აქამდე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დავილაპარაკებით. ეს იყო ბუნებრივი უფრო სავალბი ვიდრე მიზეზი. და ეხლა ჩანს, რაც ეხლა დაასრულდა კიდევაც, რადგან სააკაშვილი ეხლა პრაქტიკულად ქვეყანას აღარ მართავს, მაგრამ მაინც რუსეთი არ მოდის საქართველოსთან დიალოგზე და ამბობს, რომ მე არაფერი სალაპარაკო არ მაქვს, საქართველოს თუ უნდა რა თვითონ შეუმთავაზოს. და თვითონ გეგმა შემოგთავაზა თავისი მხრიდან, არაოფიციალურად მართალია, მაგრამ მთავრობასთან დაახლოებული პოლიტოლოგების პირით გაჟღერდა ეს გეგმა, რაც ჩვენ განახორციელოთ, რომ დავუახლოვდეთ მას. რამდენიმე პუნქტია: ოკუპაციის მუზეუმის დახურვა, ანტირუსული იდეოლოგიის შეწყვეტა, გენოციდის, ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების გაუქმება და კიდევ რაღაც პუნქტი იყო ხარ გამორჩა. მომაშველეთ. მოკლედ, მთლიანობაში ესე თქვა ვარისკმა რაღაცეებზე და გაისმის კიდე მევედევისგან, რომ კი, ახლა სიტუაცია გვინდა რომ გამოსწორდეს, მაგრამ ჩვენ ესე თქვა არ გადავუხვევთ გზას. საქართველოს უნდა შეიგულოს და დაიკარგა ეს ტერიტორიები და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები გაშტა კავკასიაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ასე შემდეგ. ანუ მათი მხრიდან გეგმა უკვე ჩანს არაოფიციალურ დონეზე. ჩვენი მხრიდან ჯერჯერობით რაც გაისმა, გეგმა ის იყო, რომ ჩვენ გვინდა დავალაგოთ ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეს გაისმა ძირითადად ზურაბაშიძის პირით და მე ასევე კულტურული ურთიერთობები. რაც შეეხება ესე თქვა, აი ჩვენ გეგმას, რომ ჯერ ჩვენ გეგმა ალბათ გომარიობს იმაში, ჩვენი მხრიდან, რაც მე მესმის, რომ გვერდზე გავწიოთ ის საკითხები, რომელზეც თანხმობის მიღწევა ამ ეტაპზე არ შეიძლება, ეს არის ბუნებრივია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვილაპარაკოთ ისეთ რაღაცებზე, რისი მოგვარებაც შეიძლება. ეს არის როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლების ესე თქვა კურსი. მაგრამ რუსები გვეუბნებიან, რომ როგორც ჩანს რუსები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ლავროვის განცხადება სწორედ ამას მოწმობს, საკმარისი ეს არის, ჩვენ არ გვაინტერესებს მაინდა-მაინც ეს. როგორც არის ვაჭრობადი კულტურული ურთიერთობები, ეს ჩვენ მანდ არ გვაინტერესებს, როგორც მათი პოზიცია, გითხარით კონკრეტულად რას გვთავაზობთ დათმობებს როგორც ჩანს. ანუ ისინი ერიან ჩვენგან დათმობებს და დათმობები რა უნდა ჩვენგან ეს როგორც უკვე ვახსენე, არაოფიციალურად გააჟღეროს უკიდევაც. თუნდაც სულ მცირე დათმობა რო იყოს, როგორც იქნება მაგალითად იგივე ოკუპაციის მუზეუმის დახურვა, შეიძლება ამ ტრაგედია არ გამოიწვიოს, ესე თქვა, მაგრამ ეს იქნება სიმბოლური ჟესტი ძალიან სერიოზული დათმობებით ჩვენი მხრიდან. ჟესტი ყველა მიმართულებით. როგორც ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის დასავლეთში და ასე შემდეგ. და რამდენად უკანა მხარე ექნება ამ ოკუპაციის მუზეუმის დახურვას, ანუ ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამითი იქნება თუ არა მითითება კერდა გაკეთებული, რომ მზად ვართ კიდევ ბევრ დათმობაზე წავიდეთ და უფრო მნიშვნელოვანზე. აი შეიძლება სწორედ ეს სიგნალი ესე გაიგოს რუსეთმა, თუ ეს გასი რაღაცა მოხდება, შეიძლება სწორედ ესე იქნას აქტიული, რომ აი ამაზე თუ წამოვიდნენ, კიდევ უფრო მეძე შეიძლება წამოვიდეს. აი ამაშია სწორედ საქმე. ეხლა რუსეთი ამ ეტაპზე ჩვენთან საკმაოდ მომგებიან სიტუაციაშია, ამ ეტაპზე ჯერჯერობით, რადგან ქვეყანაში ჯერჯერობით სიტუაცია მანდამაინც ძალაგებული არის იმდენად კარგად. ისმის კრიტიკა ჩვენი ხელისუფლების მისამართით დასავლეთიდან საკმაოდ სერიოზული და როცა ეს კრიტიკა ისმის, ბუნებრივია რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოს ესე თქვა, ვეღარ დაუახლოვდება ნატოს და ევროკავშირს, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში, როცა ახლა ეს ფონია შექმნილი და ერთ-ერთი გზა საბოლოო ჯამში აქვს ჩემამდე, ალბათ. ამის იმედი აქვს. ჩვენ ეს იმედი ბუნებრივია რომ გავუცრუოთ რაღაცნაირად. უნდა დავარწმუნოთ, რომ პირიქით ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ერთ-ერთ მასთან ჩვენ არ დავრჩებით, ჩვენს უკან იდგებიან ჩვენი პარტნიორები. თუმცა იმის იმედიც აქვს, როგორც ჩანს, რომ 2008 წელს 8 წლის ომის შედეგებმა მის მიერ აღიარებმა აფხაზეთის სამხრეთ ოსეთის იქ სამხედრო ბაზების განლაგებამ პრაქტიკულად გააჩერა კიდევაც ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესი. როგორც ჩანს, ამისი იმედი აქვს. ანუ საქმე გვაქვს
პოლიტიკა გავს ძალიან ხშირად ესე თქვა პარტიის თამაშ პოკერს ბლეფს რუსეთი ხა ბლეფზე წამოვიდა 2008 წელს აღიარა ეს ტერიტორიები და ესე თქვა დააშინა ამითი დასავლეთი რომ უყურებ მერაქველი რამდენადმე წამოვედი მე ომი დავიწყე შევიჭერი ამ ქვეყანაში განათავსე მე აღიარა ეს ტერიტორიები განათავსე იგი ბაზები და მე ძალიან ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი ჩემი გეშინოდეთ რაღაც პერიოდი ამან იმუშავა მაგრამ ეხლა ჩიეგო სამიძე როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა ბლეფის აღარ ეშინიათ რადგანაც ჩვენ საკმაოდ სერიოზულად წახსიეში ნატოს ინტეგრაციის გზაზე ჩვენ ამ გზას თუ ჩვენ ამ გზას გადავუხვევთ ჩვენ ერთ-ერთი არ დავრჩევით რუსეთთან და ამიტომაც ეთქვათ ჩვენ უფრო ძლიერი კარტები გვექნება ხელში ჩვენ მარტოები ბუნებრივია მათთან ძალიან სუსტები ვართ მაგრამ თუ ჩვენ გვერდზე იქნება ჩვენს უკან იქნება ნატო და ევროკავშირი ბუნებრივია ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით მას იმედი აქვს რომ ჩვენ მარტოები ვართ სუსტები ვართ და ჩვენს გვერდზე არც ნატო იქნება და არც ევროკავშირი ამიტომაც მიდის ესეთი ტონით საუბარი ჩვენთან მას იმედი აქვს რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ჩავაგდებთ ჩვენს საშინაო დავალებას ვერ შევალთ ვერ დავახულდებით ნატოში და ევროკავშირში და საბოლოო ჯამში სხვა გზა არ იქნება ჩვენი სხვა არაფერი გარდა იმისა რომ დაუბრუნდეთ რუსეთს ოკუპაციის მუზეუმი უნდა დაიხუროს თუ არა მე არ ვთვლი რომ უნდა დაიხუროს დათმობაზე რა მხრივ შეიძლება წავიდეს საქართველოს წავიდეს მე თქვი ესე იგი რაც თქოს რუსეთი არაოფიციალურად ეპიფანცევი მაგალითად ერთ-ერთი ძალიან დაახლოებული ახლა საკაკონ დაახლოებული ხელისუფლებასთან როცა იგი წერს გავს რაღაცებს ბუნებრივია ეს მოდის ხელისუფლებიდან მსგავს სიგნალები რომ ამას თუ გააკეთებენ მე ვნახოთ ხო უგაცრავად ბუნებრივია ჩვენ მხრიდან დათმობა არ უნდა იყოს რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები სხვების დათმობის სხვა ქვეყნების მხრიდან ავიღოთ მოლდოვა მან გამოაცხადა ნეიტრალიტეტი ამბობს რომ ნატოში არ შევდივარ მაგრამ მიიღო რომ უკან დესპირეთ ისე კონტროლი დაამყარა და მოლდოვამ შეუწყო მას რუსეთმა ხელი იმაში რომ მან დაიბრუნოს თავის დაკარგული ტერიტორია დესპირეთი ვერ დაიბრუნა მაგალითად უფრო მეტიც მოლდოვას მიუხედავად თავის ნეიტრალიტეტისა გაცხადებული ნეიტრალიტეტისა მუდმივად აქვს პრობლემები თავის ღვინოზე, თავის პროდუქციაზე, ისე როგორც ჩვენ რუსეთი ხან უკეტავს თავის ბაზარს, ხან უხსნის მოლდოვას ღვინოს და სხვა პროდუქციას. ასე რომ ეს დათმობა, ასე ვთქვათ, არნიშნავს მანდამენტს ბევრს არაფერს. უფრო იქნება ახმული მის მხრიდან, როგორც ჩვენი სისუსტე. რაკნა იანუკოვიჩმა გაუსენოთ, როგორც კი მოვიდა პრაქტიკულად მაშინ თქვა, რომ ჩვენ ნატოში არ შევდივართ, გაუქმა სპეციალური რაღაცა სახელმწიფო უწყებები, ვინც აგებდა პასუხს ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ხნით გაურძელა რუსეთს არენდა ყირიმის სევასტოპოლის ბაზის რუსული ფლოტისთვის და რა მიიღო ამით? მხოლოდ ძალიან მცირე დათმობა გაზის ფასზე, ძალიან მცირე დათმობა საბოლოო ჯამში. და ეხლა უკრაინას ისევ ძიმე თვითონ აძლევს ეს რუსული გაზის გადასახადი და რუსეთი ეხლა ცდილობს რომ ბოლნაბიჯი გაადგას და ასრულოს უკრაინის ესე ვთქვათ რაღაცნაირად დაბრუნება შემოერთება. ეკაჩია მას საბაჟო კავშირში. თუ ეს მოახერხა რუსეთმა, თუ უკრაინა შეიყვანა საბაჟო კავშირში, მან შეიძლება ჩათვალოთ რომ მან თითქმის აღადგინა საბჭოთა კავშირი რუსეთთან, თუ ეს მოახერხა. ეკონომიკურად ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად აღადგენს და ერთ-ერთი ვინც რჩება რუსეთს, ვინც ერთჯერობით მის გავლენის სფეროში არ შედის და არ ემორჩილება, არის საქართველოს პრინციპში და აზერბაიჯანი. თუ ჩვენ მოლდოვაც, მაგრამ მოლდოვა იმდენ მნიშვნელოვანი როგორც ჩანს მისთვის არის, მოლდოვა არის საზღვრები რუსეთს საერთოდ ზღვარი არ გააჩნია ამასთან. მაგრამ თუ ჩვენ ესე ვთქვათ დავიბრუნოთ თავის გავლენის სფეროში, ჩვენ ავტომატურად მოყვება უკან აზერბაიჯანი, რადგან აზერბაიჯანი ძირითადად ჩვენი ტერიტორიიდან გადის ესე ვთქვათ დასავლეთზე, ბაქო თბილისი ჯეიჰანი და ეს თბილისი ერზერომის სადენის გულსადენები გადიან ჩვენ ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ მისი პარტნიორი, რომელთაც იგი გვაჩვენება დასავლეთს. და ასე რომ ჩვენზე მოვა მე ძირითადად დარტყმა. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად. ეხლა ბუნებრივია ისედაც ჩვენ ვართ მის ყურადღების ცენტრში, ისე როგორც უკრაინა და თუ უკრაინა ეხლა მან თვითონ შეიყვანა საბაჟო კავშირში, მე უკვე ჩვენზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იქნება ამ მხრივ. როდესაც დათმობებზე საუბარია. კი, სიხარულით. პალესტინის საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვით ბატონო თორნიკ? ანუ შეუშლის თუ არა ხელს ეს ყველაფერი საქართველოს ისრაელის სტრატეგიულ თანამშრომლობას თუნდაც თავდაცვის სფეროში? რაც შეეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როგორც ჩვენ გავიგეთ, ჩვენ სამწუხაროდ აქ ყველაფერი მანდამაინც როგორც ჩანს კარგად არ იყო. რაღაც მომენტში ისრაელი ჩვენ არ გაწვიდა იარაღს, როგორც გაიგვა. საკმაოდ დიდი ხნის წინ დაახლოებით ომამდე თუ არ ვცდები, ესე მოხდა. ეხლა ცოტა ისე ვლაპარაკობ, მაგრამ მე ჟურნალისტური წყაროებიდან მიღებ ინფორმაციას ვლაპარაკობ. არ მგონია, ნამდვილად არ მგონია, რომ ისრაელი ადგენს და ჩვენ ჯიბრზე ეხლა ცნობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს თუნდაც იმიტომ არ გააკეთებს, რომ მის ინტერესებში არ შედის. საერთოდ მე მგონია და დაუფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჯობდა ჩვენ თავი შევეკავებინა. ნამდვილად. ამით არაფერი დაშავდებოდა არსეთ მხარესთან.
და მე რაც ამ ისტორიაში გამაკვირო ეს იყო ის რომ გაურკვეველი პასუხი ხელისუფლებიდან მე ვერ მოვისმინე. ერთ დღეს ერთს ამბობდა ერთი, მეორე დღეს მეორეს ამბობდა მეორე. იყო ერთ პერიოდი დადიოდა ეს ხმები რომ ეს ჩვენი საქციელი, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გაეროს ასამბლეის ხდომაზე ეს იყო ისე და ისე ელჩების მხრიდან საბოტაჟი, როგორც უყურთ ხოლმე შეადლახა ამ ბოდროს ლაპარაკი, რომ ელჩებმა გაახუჭეს ყველაფერი. ერთმა ქართულმა პოლიტოლოგმა თქვა რომ ეს ლომაიას ბრალია ყველაფერი, არა ლომაია დიდი ხანი იქ აღასრულებს ელჩის მოვალეობას. მე რო საგარეო სამინისტრომ თქვა რომ ჩვენი ინტერესებში იყო, ამითი გავიგეთ რომ ეს არ იყო ელჩების მხრიდან შეთქმულების ნაწილი. მაგრამ ცუდი ის იყო რომ აღკარად გამიკვირდა რომ კოორდინაცია არ არსებობდა ამ დროს ხელისუფლებაში, რადგან პარასკევს თუ არ ვცდები თეო ჯაფარიძემ განაცხადა რომ მისთვის გაუგებრობა იყო ეს ჩვენი ნაბიჯი. უშინცინ თუ არ ვცდები მე ილაკის სესიაშვილი ამბობს რომ ეს ნაბიჯი იყო გათვლილი კარგად და შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ მე უკვე ისრაელის ელჩი საყვედურობს ძალიან სერიოზულად ჩვენ ამის გამო. ანუ აქ ცოტა გაურკვევლობა გაჩნდა. ჩემგან ძალიან პატივცემული ორი ჩემი კოლეგა ბატონი რეზო გაჩეჩილაძე და ასევე სერგი კაპანაძე ამბობენ რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით და შეიძლება ეს მართლა ასეც იყოს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ჩვენს მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა უფრო მეტად რომ ჩვენ არ დაგვიჭირა მხარე არამედ თავი შევიგავებინა უბრალოდ. ისევ და ისევ ეს არ გამოიწვევს დიდ ტრაგედიას ოქროთი ურთიერთობაში ისრაელთან. არ მგონია სერიოზული ცვლილებები მოხდეს. ისრაელი ძალიან პრაგმატული სახელმწიფოა და მოიქცევა ისე როგორც მას სჭირდებოდა. ჩვენ ისრაელს ბუნებრივია ვჭირდებით. ჩვენ ვართ მისდამი მეგობრულად განწყობილი ერი, ეს ძალიან გაათიცის, ეს იკვეთება ძალიან ბევრ რამეში. ჩვენ ვართ ძალიან ლოიალური ხალხი, ანტისემიტიზმით ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა და ეს ბუნებრივია ახსოვს ყველა ებრაელს, ვინც აქედან წასულიო დღეს ისრაელში. ასე რომ მე არ ველოდები ურთიერთობის გაფუჭებას, მაგრამ ისე და ისე მე შეკითხვა მრჩება, რატომ არ შევიკავით თავი ერთი და მეორეც ხელისუფლებაში რატო იყო განხეთქილება ამ საკითხზე. ერთი ერთს ამბობდა, მეორე მეორეს. აი ეს არ მოგეწონა. და ახალი გენშტაბის უფროსთან დაკავშირებით თქვენი შეფასება მაინტერესებს. ხომ არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება თავდაცვის სფეროს ვეღარ აკონტროლებს და რევანშის ნიშნებს ხომ არ უნდა ველოდოთ? არა, რატო ჩანს პირიქით ეხლა როგორც ვიცი, მოხდა შეთანხმება პრეზიდენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, ასე რომ რევანშის ნიშნებს რატო უნდა ველოდოთ? თქვენი ხო შეთანხმდით ძელოდის საკითხზე და ეს უკვე პროგრესია ალბათ და ასე რომ ახლა არ მგონია რევანში როგორ უნდა მოხდეს, თუ ძნელად დანიშნა არის რევანში, ეს არ ვიცი, არ მგონია. ძელოდის არ ვიცი რომ კაპანაძის ვიცნობ საკმაოდ კარგად და ასევე კალამდაძეზე ბევრი სმენია და ძელოდის არ ვიცნობ. იმედი ესეც ღირსეული პიროვნება ვნახოთ, ახლა შეთანხმდა ორივე მხარე. იმედია რომ გაართმევს თავს ამას. რაც შეეხება რევანშს და ასე შემდეგ, აქ ერთ რამეზე უნდა ასე ვთქვათ, რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ ყველანი რომ პოლიტიკა და სამხედრო სფერო ერთმანეთთან არ უნდა ერეოდნენ, ესე ვთქვათ. პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს ჯარის საქმეში, ჯარი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკის საქმეში. როცა ჯარი ჩაერია პოლიტიკის საქმეში 1991 წელს ეს ქვეყანა ამან მეიყვანა კატასტროფამდე, ჩვენ გვახსოვს კიდევ ამის ამბოხება. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდი არ იყო იდეალური პრეზიდენტი ნამდვილად, საბოლოო ჯამში ეს ამბოხება ჯარის ჩარევა პოლიტიკაში დასრულა ჩვენთვის კატასტროფულად. ეხლა მეორე მხარე უნდა ვიცოთ, პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს ჯარის საქმეში. მაქსიმალურად პოლიტიკოსებმა უნდა შეუწყონ ხელი იმას, რომ ჯარი პოლიტიკაში არ გახვიონ. ჯარი ყოველთვის გარეთ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური საქმეებისგან. პოლიტიკურ კინკლაობაში, პარტიულ კინკლაობაში ჯარი არ უნდა ერეოდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ამ ხრივ ჩვენთან საქმე დალაგებული არ არის. საერთოდ ამ ხრივ იდეალურად საქმე ალბათ არსად არის, იდეალურად. სულთა რო იყო ჯარი პოლიტიკისგან, ეს არ ხდება, არსად ვერ ხდება. მაგალითად ამერიკაში რომ ხარ გენერალმა მეიღოს ვარსკვლავი, მორიგი ვარსკვლავი, რამდენი ვარსკვლავიანი გენერლები არსებობს, უნდა მიცეს სხვა ამას კონგრესმა. ანუ ბუნებრივია ეს გენერალი რაღაცნაირად პოლიტიკასთან მიმული. ანუ იდეალურად არც იქ არის ამერიკაში მაგალითად, მაგრამ მაქსიმალურად იმ მომენტს ის მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ხელისუფლებაში ამა თუ იმ პარტიის მოსვლა არ ისახებოდეს ჯარზე. არ უნდა იყოს იქ წმენდა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ესე ვთქვათ, აი მე ამ საკითხს ისე უყურებ ხოლმე ძალიან ფაქისად. ჩემთვის როგორც ყოფილი საჯარო მოხელისთვის არ არის მანდ მისაღები, როცა იცვლება ministri, როცა იცვლება თუნდაც ministris მოადგილე და მოყვება მას წმენდა მე სამინისტროებში და უწყებებში ხალხს უშვებენ. ეს არ შეიძლება შეკეთება. არის რაღაცა უნდა იყოს რაღაცა ჯგუფი, სერიოზული კადრების ჯგუფი, რაღაც ბირთვი, რომელიც სახელმწიფოს მართავს.
და მათი ფანტო აქეთ-იქით არ შეიძლება ჩვენ პატარა სახელმწიფო ვარ და არ გვაქვს ის ფუფუნება რომ ეს ხალხის გამოცდილება მიიღო გავყაროთ და მე გამოცდილებით მოვიყვანო. მსგავსი რაღაცა მოხდა 2003 წლის შემდეგაც. მე მახსოვს ამის მოწმე ვიყავი 2 წელი მიდიოდა წმენდა გაშვება ხალხის მოყვანა. კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი რაღაცეები არმიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს არმიაში ეს შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ აი გენშტაბის უფროსის და რაღაცა რამდენიმე ფარმდეობის დონეზე და არ იქნება ესეთი სერიოზული წმენდა რადგან ჩვენ არ ყავთ ასე კარგი ოფიცრები ნამდვილად ვინც გამოცდილება მიიღო და ომში გამოიჩინა თავი იმათ უნდა გაუფრთხილდეთ. მით უმეტეს რომ განაწყენებული ოფიცერი, განაწყენებული ჯარისკაცი, განაწყენებული პოლიციელიც ეს არის მანდამენტის კარგი სახელმწიფო სტაბილურობისთვის. ისე ვინი ხო რა პრობლემაა? მაგრამ საქართველოს მხრიდან მაინც გაჟღერებული არის ოკუპირებული ტერიტორიები. ანუ ისინი ამ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს მიხსენიებენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის მინიშნება, რომ შეიძლება ჩვენ განითხოვენ ისინი, რომ შევცვალოთ თუნდაც ტერმინოლოგია და ბუნებრივია შესაბამისად შემდეგ უკვე პრეტენზიაც აღარ ქონდეს ამაზე. რა თქმა უნდა, მე მგონი სწორად გავუგეთ ლავროვს, სწორად ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან თქვა შეგუების იქნება ეს რომ ჩვენ ტერმინზე თქვა თუ არის და ნელ-ნელა შევიგუოთ. მოდის ეს გავიაზროთ ძალიან კარგად. ეხლა საქართველოში რამთავრობაც არ უნდა მოვიდეს, არასოდეს ვარს არ იტყვის ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ასეა. რამთავრობაც არ უნდა მოვიდეს, მთავრობის არც ერთ წევრს ალბათ თავში ეს არ მოუვა და რომელიც მოუვიდეს, ამას საზოგადოება ხალხი არ აპატიებს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ჩვენ ყველას გვჯერა რომ ჩვენი ტერიტორიები დაკარგულია, წარქმეულია და ჩვენია რომ დავიბრუნოთ ოდესღაც. მაგრამ თუ ხალხს ნელ-ნელა გადაარწმუნებენ, თუნდაც აი ამ დონეზე თავიდან რომ ოკუპაცია ტერმინი არ იხმარონ და ასე შემდეგ, ნელ-ნელა დამკვირვდება ჩვენ თაობის თუ არა მომავალი თაობის ცნობიერებაში მაინც ის რომ ეს ტერიტორიები ჩვენი არის, ოკუპაცია თუ არ ვიხმარეთ, ეს ტერიტორიები ჩვენი არის მაინც და ესე ნელ-ნელა დაიკარგება ესე თქო ის განწყობა, ის დაკვეთაც ხალხის მხრიდან რომ ტერიტორიებიდან დავიბრუნოთ. და მე შეიძლება ისეთი რომ მოვიდეს შეიძლება ოდესღაც ვისაც მანდამენტს აღარ აინტერესებს ეს საკითხი რაღაც ხალხი თხოვს ამ ტერიტორიებს უნებრივია მან შეიძლება ტერიტორიები დათმოს სიულად. ანუ მუშაობა იწყება ყოველთვის ამ დონიდან რომ მოდი ტერმინი შევცვალოთ რომ ცნობიერებიდან ამოიშალოს ეს ამბავი რომ ეს ტერიტორიები ჩვენი უნდა იყოს. მათ უსებს უნებრივია არიჩქარებათ არსად მიაჩნიათ რომ დრო მათზე მუშაობს ამ მხრივ ის ტერიტორიები უფრო და უფრო მოწყდებიან საქართველოს გაიზრდებიან თაობები ვინც იქ არ ყოფილა საერთოდ გაიზრდებიან თაობები აფხაზეთში და საქართველოსში ვისაც საქართველოს არ ახსოვს არანაირად ახსოვს მხოლოდ და მხოლოდ როგორც მტერი და დრო მათზე მუშაობს. ამ მხრივ შეიძლება მართლებიც არიან. თუმცა მე არ მიმაჩნია რომ რუსეთი მუშაობს ზოგადად საერთოდ. რუსეთი არის სახელმწიფო რომელიც ძალიან სუსტია და უცველია შიგნიდან, მისი პოლიტიკური სისტემა არის პრაქტიკულად მომპალი. დგას ერთ კაცზე, რომელსაც ხერხემალი ატკივდა და ამის გამო მთელი რუსული სისტემა არის ახლა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მე მიმაჩნია რომ ჩვენ ომხრივ ურთიერთობაში რუსეთსა და ჩვენ შორის დრო ჩვენზე მუშაობს საერთოდ. თვლით თუ არა რომ შეიძლება თვითონ ამ ტერმინის საკითხით დადგეს ახალი ხელისუფლების პირობებში? დღეს მოვისმინე მაია ხანჯიძის განცხადება და მე მგონი გამართა მკაფიოდ რომ ეს საკითხი არ დადგება არანაირად. ასე რომ იმედი მაქვს რომ არ დადგება. მადლობა. დიახ. თუმცა ცინიკურად რომ თქვა, ჩვენ გვაწყობს დაძაბულობა ერთის მხრივ გვაწყობს რაღაცნაირად გვაწყობს კიდევაც ეს ომფრივ დაძაბულობა იმიტომ რომ ამ ბოდროს თურქეთს საყვედურობენ იმას რომ მან ესე ვთქვათ უფრო ისეთი კურსი აირჩია ნაკლებად აღარ არის ისე მჭიდრო დაახლოებული ამერიკასთან და დასავლეთთან თუ ეხლა ეს მოვლენები შეუწყობს ხელს იმას რომ თურქეთი უფრო მჭიდრო დაუახლოვდეს ამერიკას და დასავლეთს ბუნებრივია როგორც იყო ეს ცივი ომის პერიოდში ბუნებრივია ჩვენ გვაწყობს ალბათ მე ესე გავცედი ამას პასუხს საფრთხეს აქ ჩვენთვის ვერ ხედავ ვერანაირს და ისე თუ შეუწყობს ხელს იმას რომ თურქეთი გახდეს კიდევ უფრო მეტად პროდასავლური ეს ჩვენთვის ძალიან კარგია სამხედრო საფრთხეს აქ ვერ ხედავ ჩვენთვის სირია ჩვენგან შორს არის განსხვავებით ყარაბაღისგან რომელიც ახლოს არის ჩვენგან ყარაბაღში კონფლიქტი იქნება ბუნებრივია ჩვენთვის სერიოზული საფრთხე
საფრთხეს შეიცავს ეს ყველაფერი, მაგრამ სირიას ჩვენთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. სირია ჩვენთვის დაკავშირებული საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეს არის დაკავშირებული ირანთან, მხოლოდ ალბათ სხვა მხრივ ალბათ ჩვენთვის უშუალოდ ჩვენ არ გვეხება სერიოზულად. რადგან სირია არის პრინციპში ირანის მოკავშირე რეგიონში და თუ კი ისე თქვა სირიის რეჟიმი ასადის რეჟიმი თუ დაეცემა, ამით სუსტდება ირანის პოზიციები რეგიონში, რაც ბუნებრივად იწვევს შესაბამის ცვლილებებს ამ განლაგებაში, რომელიც არსებობს უსაფრთხოებაში, ჩვენ რეგიონის უსაფრთხოებაში. Spokesman თქვა, მადლობთ თუ დავიჩარეთ ყველანი.